იგივე ჩემუბაში გვერდზე корпуსის ძირია ესე გამოანგრიეს. რაზე დგას? და აი ესე მზიდი კედელი გამოანგრიეს და აი ესე კარის ჩარჩო გააკეთეს და ხალხია გახსნეს. ეგეთი რაღაც წარმოგიდგენთ. ბათუმში корпуსის მზიდი კედელი გამოანგრიეს. ზემოთ ხალხი ცხოვრობს. 9 სართულიანი корпуსია. ეხლა ეგ ხო მერიის დაშვების გარეშე არ ხდება, ხო ვერავინ გააკეთებს ასეთ რაღაცას. მერიას ვინ ეკითხება კაცო? მე თვითონ გავაკეთებ. ეგ ხო არ ხდება ეხლა მერიას რომ მიადგეს ვიღაცა და მოდი იცი რა. აი ზემოთ 9 სართულიანი корпуსი რომ მზიდი კედელი უნდა გამოანგრიო ძირში და კარი უნდა გავაკეთო და მინდი არ არის პრობლემა, ეგრე ხო არ გააკეთე, რაღაც დაინტერესება ხო უნდა ქონდეს იმ მერიის წარმომადგენელს, რომ ასეთი ცალსახად სახიფათო რაღაცები დაუშვას და ეგ ხდება აი ყოველ ნაბიჯზე ქალაქის. ყველგან ხდება, რომ რაღაცა ზომა იყო корпуსი, მოდი მივუმატოთ რამდენიმე სართული, რაღაც კედელი გამოვანგრიოთ, შესასვლელი გავაკეთოთ და მე ხა რაღაცები ინგრევა. იმიტომ რაღაცებს ფული აიღეს, დაინტერესება დახეს, მე რაღაცა რომ მოხდება და ვიღაცა დაიღუპება, რამდენიმე დღე იქნება კრიზისი, მაგრამ საბოლოო ჯამში ხალხი დაივიწყებს და არჩევნები რომ მოვა, ისე იმის ლაპარაკს დავიწყებთ, რომ ნაცები ხო არ უნდა მოbrunდე ხალხო, ყველას აქვს შეცდომები და ეგ არის სურათი, რომელშიც ცხოვრობ და არ უნდა გაგვიკვირდეს მე